ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან ლაპარაკებს ვერ ახერხებენ. კი ბატონო, აი თუნდაც რა ვიცი, ლელო და ბოიკოტში მყოფი პარტიები გახარია საკითხი ამ შემთხვევაში არ შემოვიტან საერთოდ რიგი მიზეზების გამო. რა ვიცი, ლელოს წარმომადგენლებს ხშირად ხვდები ხოლმე და ვერ ლაპარაკებენ. იყვნენ ლელოს წარმომადგენლები ამ შეხვედრაზე, რომელსაც თქვენ ესწრებოდით. არა, დღეს ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთთან ლაპარაკი არ შეგვიძლია. ნაციონალური მოძრაობა და ფედერალისტები ერთად ხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან. ფედერალისტებს გითხეთ და ნაციონალურ მოძრაობას, მე რატომ ეკითხებთ? მე შემიძლია გიპასუხოთ ამ. ამიტომ მოვისმინე საპირისპირო და თქვენ მარწმუნებთ რომ არ შეწყვეტილა კონსულტაციები. არა, მე გარწმუნებთ იმაში, რომ ლაპარაკი თუ დამამთავრებინებთ გეტყვით, აი არც ერთ შეკითხვაზე პასუხი არ დამამთავრებინებთ. დაგამთავრებინეთ. არც ერთ არ დამამთავრებინეთ აქამდე ოღონდ. დაგამთავრებინეთ. მადლობა დიდი. დაგამთავრებინეთ თქვენ შეიძლება აი რომელი არ გამაწყვეტინეთ შუაში. ასეთი კი ბატონო, თქვენ თვითონ მკითხეთ რომ ასე ვთქვათ, რომელია პოლიტიკური პარტიები და მოგიყვანეთ არგუმენტი. კი ბატონო, ბრძანეთ, აბა გისმენთ. კონსულტაციები ძალიან გვაინტერესებს. მე მის თქმა მინდა, რომ ეს არის არასწორი, რომ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან ლაპარაკს ვერ ახერხებენ. ერთმანეთთან ლაპარაკის ვერ მოხერხება ძალიან განსხვავდება იმისგან, რომ პოლიტიკური პარტიები ყველა ერთმანეთთან ყველაფერზე ვერ თანხმდება. ესენი არის ორი რადიკალურად განსხვავებული რამ. ერთმანეთთან ლაპარაკს ვერ ვახერხებთ, არის სრულიად სხვა რამ. ერთმანეთთან ლაპარაკს ვახერხებთ ყველა. მაგრამ არსებობს პოლიტიკური პარტიების ჯგუფები, არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც უფრო უადვილდებათ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა სხვადასხვა საკითხებზე. და არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ძალიან განსხვავებულად ხედავენ, მიდგომები აქვთ სხვა, ფილოსოფია აქვთ სხვა და ასე შემდეგ. მაგალითად, მე არ მგონია, რომ რაღაცა ულტრა კონსერვატიულ, ფუნდამენტალისტურ, ნახევრად ფაშისტურ ორგანიზაციებთან რაიმე საერთოს კეთება მოვახერხო, მაგრამ ის რომ რაღაცა ვკითხო ან იმან მკითხოს და მე უპასუხო და ერთმანეთთან ლაპარაკი მოვახერხოთ, ეგეც კი შესაძლებელია ამ ხალხთანაც, არათუ სხვა პარტიებთან. ამიტომ ჩემი აზრით სიტყვებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ულტრამემარჯვენე, ფაშისტურ პარტიებს, იდეოლოგიის მქონე პარტიებთანაც განიხილავთ აი ამ ერთობის შექმნის შესაძლებლობას. მე ვთქვი ახლა? არა, თქვენ თქვით რომ დალაპარაკება შემიძლიაო და მე ვთქვი ის რომ იმან რამე რომ რაღაცა კომუნიკაციის უნარებზე ხომ არ ვსაუბრობთ ან თქვენ ჩემი მიზანია მოდი დაგიკონკრეტებთ რა რომ არ ავწდეთ საუბარს და ისე არ გამოვიდეს რომ თქვენ უკმაყოფილო წახვედეთ ამ ეთერიდან და მეც უკმაყოფილო ასე ვთქვათ უკმარისობის განცდა დამრჩეს რომ ვერ მივიღე ინფორმაცია. ნახეთ ზურაბ ჯაფარიძე დღეს ამბობს რომ ჩემი მიზანია შეიქმნას ერთიანი დიდი ფრონტი, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ფრონტი, როცა ერთად დავდგებით და თქვენ დაგენახვებით, რაც ხშირად ბევრი გვინახავს ბოლო წლების განმავლობაში. მნიშვნელოვანია შეთანხმება კონკრეტულ სტრატეგიაზე, ეს არის ის, რაც საერთო ბრძოლას აკლია. ანუ რა ტიპის, არ ვიცი, ფორმაციაზე არის საუბარი. შეგიძლიათ უწოდოთ რაიმე აი ამ ფორმას რაღაცა სახელი დაარქვათ? მე არ მილაპარაკია ჯერ ზურასთან და რო დაველაპარაკები, მეც ვკითხავ ზურას რას გულისხმობს ამაში. მე მოვალ და მოვყვები აქ. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ გეგმაზე და კონკრეტულ ხედვაზე და სტრატეგიაზე შეთანხმებას, მე თქვენ ეთერშიც მithქვამს ეს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გამოვაქვეყნეთ ჩვენი სტრატეგია. ჩვენი გეგმა. და ამ გეგმას თუ დაემთხვევა სხვა პოლიტიკური პარტიების შეხედულებები, ამ პოლიტიკურ პარტიებთან ჩვენ რა თქმა უნდა ვითანამშრომლებთ. თუ არ დაემთხვევა, ვეთქვით რომ ჩვენ ამ პოლიტიკური პარტიების განსხვავებულ პოზიციებს პატივს ვცემთ, ვიცით და გვესმის რომ ყველას გვაქვს განსხვავებული შეხედულებები და თუ კი ეს საერთო მიზანს ემსახურება უბრალოდ ის ხალხი სხვანაირად თulis რომ ამ გზასთან სხვა ამ წერტილთან სხვა გზით უნდა მივიდეს, ღმერთმა გაუმარჯოს იმ გზაზე იქნება მეუცდები და ისინი არიან მართლები. ამიტომ ესე უყურებთ ჩვენ თავისუფლების მოედანი, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა. ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია. ვისთანაც შევთანხმდებით ამაზე, იმასთან ერთად ვიმუშავებთ. ხანდახან არის რომ რაღაც კომპონენტებზე ვთანხმდებით, რაღაცებზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ეგ სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთთან ლაპარაკი არ შეგვიძლია. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა რამ ხო და არ ვიცი, არ ვინახავ ზურა და რომ ნახავ დავილაპარაკეთ. ხო, სამოქმედო არ მის მაგრამ ამას დავაზუსტეთ. აი ამ საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე ხომ შეგიძლიათ თქვენი ასე ვთქვათ დასკვნები გააკეთოთ? არ შემიძლია, იმიტომ რომ მეც ვამბობ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, ზურამ უნდა მითხრას თავისი ხედვა. და მე ვნახავთ ამ ჩვენ ხედვას ეს ხედვა ემთხვევა თუ არ ემთხვევა. მე ვარაუდობ, რომ დიდი ალბათობით ბევრი რამე დაემთხვევა და სადაც დაემთხვევა, იქ ჩავჭირდებთ ერთმანეთს ხელს
და ისედაც არ გვიჭირსებ და ერთად გავაკეთებ. სადაც ვიტყვით რომ არა ზურა შენ ესე ფიქრობ, მე სხვანაირად ვფიქრობ, ხო? ჩვენ თავისუფლების მოდელი სხვანაირად გვაქვს ამას წარუდგენ. გავაგრძელებთ ამას ერთმანეთთან პატივისცემის, მეგობრობის და ყველაფრის შენარჩუნებით, ხო? რაც შეეხება ამ ულტრა რაღაცა ფაშისტებს და იმას, მე არ მithქვამს რომ მათთან ერთად რამეს განვიხილავ. მე უბრალოდ თქვი რომ ლაპარაკის შესაძლებლობა არის სრულად ხო რა საერთო მაქვს იმათთან. არანაირი არაფერი. ხო, ერთად დგომაში, აი რა ვიცი, თქვენ რას გულისხმობს, როგორ წარმოგიდგენიათ ან იმ ფონზე, როდესაც საუბარია რომ აუცილებლად უნდა გაძლიერდეს პროტესტი ქუჩაში, უნდა გაძლიერდეს წნეხი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და რა ვიცი, უნდა მივიდეთ რეალურად იმ კონდიციამდე, როდესაც ქართული ოცნება დაიწყებს უკან დამხევი ნაბიჯების თუ კომპრომისის გაკეთებას, ხო, კომპრომისული ნაბიჯების გადმოდგმას. ანუ ამისთვის გჭირდებათ, არ ვიცი, სამოქმედო გეგმა ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, პროფილური, დარგობრივი, როგორ ხედავთ რეფორმების განვითარებას ქვეყანაში, თუ ხედავთ გამოსავალს რაღაცა ეგრეთ წოდებული ტექნიკური მთავრობის ფორმირებაში, რა ვიცი, სალომე ზურაბიშვილის ფორმატის აღდგენაში? ჩვენი გეგმა არ მოიცავს ტექნიკურ მთავრობას, ჩვენი გეგმა მოიცავს 10 ნაბიჯს, რომელიც ჩვენ ვთვლით, რომ უნდა გადაიდგას და როდესაც ეს 10 ნაბიჯი გადაიდგება, ჩვენ კიდევ უფრო ახლოს ვიქნებით ქართული ოცნების de facto ჩამოცილებასთან ხელისუფლებიდან რა. ეს არის ჩვენი გეგმის არ მოიცავს ტექნიკურ მთავრობას, ის მოიცავს პროტესტის გაძლიერებას, ის მოიცავს რა თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია რეფორმებზე და ცვლილებებზე ლაპარაკს და საზოგადოებისთვის ამის ახსნას თუ რა შეიცვლება და ის მოიცავს ასევე საერთაშორისო ფრონტზე კიდევ უფრო წარმატებით მუშაობას. ბევრი საკითხები ეს არის ძირითადი რაღაცები, ძირითადი კომპონენტები. წინააღმდეგობის გაძლიერება, კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩართვა პოლიტიკურ პროცესში და პოლიტიკურ ცხოვრებაში, საერთაშორისო ასპარეზზე უკეთ მუშაობა და ასევე იმაზე ლაპარაკი თუ რა შეიცვლება. ეს არის სამი ძირითადი კალათა ამ ჩვენი ხედვის. კონკრეტული ღონისძიებებიც არის გაწერილი, რომელიც ჩვენ გეგმაში ამიტომ ლაპარაკობ მე რა. ჩვენ გვაქვს ძალიან ნათელი გეგმა, რომელსაც მივყვებით. და ეს არის საჯარო, რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ და ყველა შეუძლია ნახოთ და ამის გარშემო ვაწყობ ჩვენ თანამშრომლობას. იმიტომ რომ ბევრჯერ იყო წარსულში ასეთი შემთხვევები, როდესაც რაღაცა აცხადებდა რაღაც ჯგუფი, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო სხვაების, რომ აი ჩვენ ხა გავერთიენ და რას ვაკეთებთ ერთად. რაღაცა ერთიანობის ცდელობა იყო საერთო სტრატეგიაზე თანხმობის გარეშე და ამიტომ არ გამოდიოდა. ამიტომ ჩვენ თქვით ეგრე, რომ ჩვენ შევქმნით სტრატეგიას და მერე ვისთანაც გამოვა თანამშრომლობა ამის გარშემო, მასთან ვითანამშრომლობთ. ეს არის და